მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. როგორც იქნა დღეს შევძელი რომ დროც გამომენახა და დროსთან ერთად ენერგიაც მქონოდა რომ გაშლა ჩამეწერა, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ისეთ მდგომარეობებში ვიყავი, ვერანაირად ვერ ვახერხებდი გაშლის ჩაწერას. ამის ენერგიაც კი არ იყო. და დღეს ვეცდები თქვენთვის გავაკეთო გაშლა, რომელსაც ესე ძალიან ესე დრამატულად ქვია ბედის გარდატეხა. ეს დრამატული სახელი, თუმცა აქ ჩვენ განვიხილავთ მოულოდნელ მოვლენას, რომელიც მოგიტანთ თქვენს ცხოვრებაში სიხარულს და წარმატებას. ასე რომ, ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხი და ზოგადად გაქვთ სურვილი რომ მსგავსი რაღაც მოისმინოთ, ეს გაშლა არის თქვენთვის, ხო? ჩვენ დღეს აქ განვიხილავთ თუ რა ისეთი მოულოდნელი მოვლენა იქნება თქვენს ცხოვრებაში ამ ახლო დღეების განმავლობაში, რაც ასე რომ ვთქვათ, თქვენს ბედს შეატრიალებს, შეაბრუნებს, მოიტანს განახლებას, ახალ შესაძლებლობებს, ბედნიერებას და უფრო მეტ პერსპექტივებსაც და რა თქმა უნდა სიხარულსაც, ხო? და ვნახავთ თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ამასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავდგათ, საჭიროა თუ არა ეს, თუ თვითონ რაღაც სამყარო აკეთებს ამ ყველაფერს და ჩვენგან არ არის არაფერი საჭირო, ხო? ვნახოთ ესეც, ვნახოთ ამასაც. მიმოვიხილავთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ზოგადი და საჯარო გაშლა, ამიტომ ინფორმაციაც ისეთი უფრო მეტად ისეთია გლობალური, ხო? არ იქნება რაღაც დეტალიზირებული, თუმცა ხშირად ესეც ხდება, რომ გამომწერები აკომენტარებენ, რომ სიტყვა სიტყვით მართლაც რეზონირდა. ასეთებიც ხდება და არ გაგიკვირდეთ ასეთ შემთხვევაში თქვენც თუ მოყევით, ხო? ასევე არის ისეთი მომენტებიც, რომ რაღაც შესაძლოა დაემთხვეს, რაღაც შესაძლოა არა. რადგანაც ზოგადია გაშლა, ყველანაირი განვითარება არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ზოგადია და ისო ფართო აუდიტორიაზეა მაინც აქ გათვლილი, ხო? რადგან საჯაროა ეს გაშლა. ხოლო ვისაც გექნებათ სურვილი და რაღაცნაირად გექნებათ იმის სურვილი, რომ ჩემთან მოხვიდეთ სესიაზე, გელოდებით ტარო სესიაზე და ასევე მატრიცის სესიებზეც. ასევე მინდა პატარა განცხადება გავაკეთო, რომ ამ 22 ნოემბერს 10 საათზე, საქართველოს დროით საღამოს 10 საათზე, 22:00-ზე, როგორც იქნა, გვექნება live ჩართვა. ჩემს YouTube არხზე, ფსიქოლოგია ტაროს არხზე, აქ ჩვენს YouTube არხზე, ხო? პირველ რიგში ეს გადავწყვიტე, იმიტომ რომ 23-ში მაქვს დაბადების დღე და მინდა რომ რაღაც გაჩუქოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს გაშლა და შეძლების და გვარად ამ თვითონ live ჩართვის პროცესში, როდესაც გამომწერები დატოვებენ თავის კომენტარებს, ხო, თუ რა თემა აინტერესებთ ან რაღაც კითხვას დაწერენ, ინტუიციურად ამოვირჩევ იმ ადამიანს, ვის კითხვასაც გავცემ პასუხს ტაროს მეშვეობით, ანუ რაკულის დასტის მეშვეობით, ხო? ასე რომ არ გამოტოვოთ ეს წვეულება, გეპატიჟებით, საინტერესო იქნება და იქნებ თქვენ იყოთ ზუსტად ის, ვინც მიიღებს რაღაც ან მინიშნებას, ან პასუხს, ხო? რატომაც არა. გაშლა დაიწყება, ხო, კიდევ ერთხელ 22 ნოემბერს ჩატარდება 10 საათზე, საქართველოს დროით 10 საათზე და ძალიან გთხოვთ, რომ ზუსტად ვისაც ექნება სურვილი ამ დროს ჩაერთოთ, რადგანაც რაღაც ხანგრძლივი, დიდად ხანგრძლივი არ იქნება, ხო? მაქსიმუმ რაღაც 9 საათი შესაძლოა გაგრძელდეს ეს გაშლა. ნუ, გადავხედავ იქ კიდევ როგორი აუდიტორია იქნება, ხო? რაოდენობის მხრივ, მაგრამ ძალიან დიდ დროზე არ ვთვლი, რადგანაც თქვენ ბევრი ხართ, მე ერთი ვარ და ჩემთვის ეს რთულია, ხო? თუმცა ვფიქრობ, კარგი იდეა და საინტერესო იქნება. ხო, ეს იყო ჩემი ისეთი პატარა შესავალი, რაც მინდოდა რომ გამეჟღერებინა და არ დაგავიწყდეთ, ხო? არ დაგავიწყდეთ. პოსტი დევს თვითონ ჩვენს YouTube გვერდზეც, არხზე უფრო სწორად, პოსტების სექციაში და თვითონ Instagram-ზეც თუ ყავართ გამოწერილი, იქაც სტორში მედო და მანამდე კიდე დავდებ. რომ შეგახსენოთ. თქვენს მოინიშნეთ და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი. დღეს გვექნება პირველი მეთქი ორი პოზიცია. პირველი პოზიცია. ხო, ასეთი. ქვა, რომელიც
ამულეტი არის ამავდროულად ფემინური ენერგიის გაღვიძების დამავიწყდა სახელი რა ქვია და მეორე პოზიცია აი ასეთი ბეჯედი, ხო? ისაც მოგწონთ. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო დასჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ და შემდეგ შემოუერთდეთ გაშლას. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. აქ დავდებ, რომ გამოჩნდეს უფრო რაღაც ესე ნათლად დღეს საწოლზე ვაკეთებთ გაშლას. კარგი. მოვემზადოთ, პირველი პოზიციისთვის. და ახლა მე გადმოვარდა კარტები, მე მგონი აი ამ დასტას უეჭველი უნდა პირველ პოზიციასთან საუბარი ვნახოთ, ახლა მაინც ვიკითხოთ, რომელი დასტა ისაუბრებს განსაკუთრებით აქ პირველ პოზიციასთან. მორბის ყველაფერი. ისინი აშკარად ისაუბრებენ. რადგან ეს შავი დასტა აი ძალიან ჩქარობს და ბევრი კარგი მივარდება, გამოვიყენებ პირველ დასტას, აი ამას, თუმცა ცისფერსაც ჩავრთავ მომენტებში. კარგი. ესე იგი, ფოკუსირდეთ და იყოს ეს გაშლა ისეთი, რომ თქვენთვის იყოს საინტერესო, თქვენი ენერგია გრჩებათ თქვენ, ჩემი ენერგია მრჩება მე, ინფორმაცია მოდის სასიამოვნოდ, ლაღად და ჩვენ ვიღებთ იმ პასუხებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების აი ამ მონაკვეთში. კარგი. დავიწყოთ დასაწყისში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ აი ახლა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ხო, ასე რომ ვთქვათ, ეს იქნება ესეთი სიგნიფიკაცია, მანიშნებელი სიგნიფიკაცია პირველი პოზიციისთვის, რომ მიხვდეთ თქვენზე არის ეს. თქვენი პოზიცია არის ეს. თუ არა, ხო? კარგი. პირველი პოზიცია. რა ხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში ახლა, ხო? ძალიან ისე კონკრეტულად ის მთავარი მწვავე საკითხები, რაც ხდება სინამდვილეში ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში. პირველი პოზიცია აქ რაღაც შემოთავაზებებია, ურთიერთობები არის აქტუალური აქ თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობები, არჩევანი, შემოთავაზებები, აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს აქვს ადგილი ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში აქ. შესაძლოა აქ იყოს ის, რომ ვიღაცამ რაღაც შემოგთავაზათ და თქვენ ფიქრობთ, მიიღოთ თუ არა, დათანხმდეთ თუ არა. ეს არ არის აუცილებელი მან და მაინც რომანტიკულ ჭრილში იყოს, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს მეგობრობა, ბიზნეს პარტნიორობა, ან უბრალოდ რაღაც ოჯახის წევრია ვიღაც, ხო? ნებისმიერ ჭრილში შესაძლოა იყოს. ასევე მეორე ვარიაცია, საკუთარ თავთან დაკავშირებული საკითხები, საკუთარ თავის მიღება. საკუთარ თავის გაცნობა, საკუთარ თავთან, საკუთარ ინტუიციასთან კავშირის დამყარება, უფრო მჭიდრო კავშირის ვიდრე აქამდე, განვითარება. ზოგადად, აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ აქ უფრო მეტად იგრძნობა ისეთი საკითხები, სადაც ხართ თქვენი შინაგანი სამყარო, მაგრამ ასევე გარე სოციუმიც, ხო? როგორ ვურთიერთობთ ჩვენ გარემოსთან, როგორ ურთიერთობაში ვართ სოციუმთან და განვითარება ჩვენი აი ამ სოციუმში. აი ეს საკითხები აქ აქტუალურია ძალიან და რა თქმა უნდა საკუთარ თავთან მიმართული საკითხები და თემები. ესეც აქტუალურია. აი უფრო მეტად აი ეს საკითხები არის ახლა აქ, ხო? ესე იგი უფრო მეტად საკუთარ თავთან კავშირი საკუთარ თავთან კავშირი განსაკუთრებით სოციუმის თემებიც აქ არის, იმიტომ რომ ვიღაცებს შესაძლოა აღეუებთ ეს სოციუმის საკითხები, ვიღაცები მაგალითად ღელავენ, თუ როგორ გამოჩნდებიან სოციუმში, ან არ მოწონს ადამიანს მაგალითად ის სოციუმი, რაშიც იმყოფება, ხო, და ცდილობს ამის შეცვლაზე, ან რეკონსტრუირებაზე, თუ არის ეს შესაძლებელი, რა თქმა უნდა. კორექტირებაზე და ასე შემდეგ, ხო? ბევრნაირი ვარიაცია არის აქ, რა თქმა უნდა.
მაგრამ აი მთავარია იქ სადაც ვიმყოფები იმ სიტუაციებზე აი როგორ თქვა თითქოს და ადაპტირება, მაგრამ აქ ადაპტირება იმდენად არ არის, რამდენადაც დახმარება. აი რაღაც იმ სიტუაციას, მაგალითად იმ სოციუმის დახმარება, ან იმ სოციუმში რაღაც ისეთ როლის დაკავება, სადაც თქვენ რაღაცნაირად მიყავთ სიტუაცია, ეხმარებით ადამიანებს, მაგრამ თავარია საკუთარ თავიდან იწყება ეს პროცესი, ხო? საკუთარ თავთან უფრო მეტად დამეგობრება, საკუთარ თავის განვითარება და შემდეგ უკვე სხვებზე დახმარება, ხო? ესეც არის აქ, ესეც კი არა, ეს არის მთავარი აქ. ასე რომ, ხო, ვიღაცას შესაძლოა აქ გარკვეული სირთულეები ჰქონდეს სოციუმთან, გავეხსნე, არ გავეხსნე, უნდობლობა ადამიანების მიმართ ჩაკეტილი ვარ სოციუმისგან, არა და მინდა მეგობრობა, მინდა ახალი ნაცნობობა, ხო, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს. არ ვიცი, მაგრამ ერთი სიტყვით აი თავარი აი რაც მომდის ახლა აზრად და შეგრძნების დონეზე, ხო, ეს მომენტები არის, რაც გავაჟღერი. ასე რომ, თუ რეზონირებს თქვენთვის ეს ყველაფერი და თუ აი მოდის თქვენთან ახლოს და გრძნობთ, რომ კი ეს ჩემზეა, მაშინ ბუნებრივია აგრძელებთ მოსმენას. თუ არა ირჩევთ სხვა პოზიციას ან სხვა გაშლას. კარგი. ვნახოთ თვითონ ის მოულოდნელი მოვლენა, რომელიც აი მოგიტანთ სიხარულს და წარმატებასაც, ხო? აი დროის ჭრილი ავიღოთ, აი მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში, ხო? აი ეს 7 დღე. 7 დღე თქვენთვის იქნება აქტუალური, მაშინ, როდესაც ამ ვიდეოს ჩართობთ და მოისმენთ, ხო? აი მაშინ გადათვალეთ, ასე რომ ვთქვათ. მაქსიმუმ ამ 7 დღის განმავლობაში გვაჩვენეთ ის უცაბედი მოვლენა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის პირველ პოზიციის ცხოვრებაში და მოუტანს მას სიხარულს და წარმატებას. აი თვითონ ეს მოვლენა გვაჩვენეთ. ვაუ! საინტერესოა. აქ თითქოს მრჩება შთაბეჭდილება, რომ აი ისეთი მოვლენა არის, გამოთაც შესაძლოა თქვენ იყავით დამწუხრებული, ან სევდიანად, ან ღელავდით, გინდოდათ რაღაცა, შენატროდით რაღაცას, ხო? არ გქონდათ ის რაღაცა, რაც გინდათ რომ გქონდეთ. და ზუსტად აქ არის ის მოვლენა, რაც გისრულდებათ, ხო? შესაძლოა აქ სრული სასრულებაც კი იყოს. არ ვიცი, ვიკითხოთ ახლა ჩვენ. აქ რა მოვლენაა, ესე იგი, პენტაკლების მეფე, ეს არის თვითონ პირველი პოზიცია აქ, სიტუაცია, თუ ვინმე. კი, სიტუაცია არის? კი, სიტუაცია არის. კი, აქ არის სიტუაცია. ბოდიშით მომიწია დაპაუზება. ხო, რაღაც მოულოდნელი სიტუაცია არის აქ. აქ უფრო მეტად გვაქვს რაღაც მოულოდნელი სიტუაცია. კარგი, გავერკვევი ახლა მე აქ უფრო კონკრეტულად რა არის. ესე იგი, პენტაკლების მეფე აქ იყო რაღაც ასეთი სიტუაცია, რაშიც პირველი პოზიცია იმყოფებოდა და იჯდა. არ იყო რაღაც განვითარება. არ იყო ცვლილებები, იყო პირიქით რაღაც ერთ ადგილზე, ხო იცით, აი ხაზი რო ასე და всё, მეტი არაფერი, ხო? ვიღაცისთვის შესაძლოა აქ სტაგნაციაც იყოს, იმიტომ რომ ლოგიკურად უმოძრაობა იწვევს სტაგნაციას, ხო? უკან დახევას, უკან უკუსვლას, ასე რომ ვთქვათ. და მე მაინტერესებს ეს აი აქ იყო ეს არაგანვითარება თვითონ პირველი პოზიციის სურვილთან დაკავშირებით, ოცნებასთან დაკავშირებით, თუ რაღაც ისეთი პროექტი. ესე იგი, სურვილით შესაძლოა ვუწოდოთ ამას. კი, ვიღაცისთვის ეს იყო რაღაც სურვილი. კი ბატონო, მოგზაურობა, ან რაღაც ახალი რომ მომხდარიყო, რაღაცას ახალს რომ ჰქონოდა ადგილი თქვენს ცხოვრებაში. უფრო მეტად ეს არის რაღაც ახალი საწყისი, ახალი რაღაც. ხო? სიახლე, ახალი ენერგია, იქნება ეს თუ ახალი პროექტი, ახალი ნაცნობობა, ახალი ეტაპი ურთიერთობაში თუ ვისთვის რა, ბუნებრივია ყველასთვის სხვადასხვა რაღაც, მაგრამ მთავარი სიტყვა ახალი. აი ეს რაღაც ახალი უნდა აქ პირველ პოზიციას, ეს რაღაც ახალი ვერ ხდებოდა ან არ ხდებოდა და ამის გამო პირველი პოზიცია ძალიან ღელავდა, ნერვიულობდა და აქ იყო ესეთი მომენტიც, სადაც ბევრი ნეგატიური აზრი ტრიალებს პირველ პოზიციის გონებაში და რთულია ამ ნეგატიური აზრების გამოთიშვა. ხო, აი ეს მომენტიც იყო აქ. კარგი.
თვითონ ეს მოვლენა, ხო, მოულოდნელი მოვლენა. ეს ხდება აი რაღაცნაირად ვარსკვლავი აქვს, რაღაცა არ ვიცი, სამყარო აკეთებს ამას, თუ თვითონ სიტუაცია, თვითონ რაღაც ისეთი სიტუაცია, ქურუმი ქალი. აი რაღაც ისეთი სიტუაციის სახით ხდება ეს მოვლენა აქ, რაც არ ვიცი, შესაძლოა აი ღამეს მოხდეს ეს მოვლენა, ხო? როდესაც ყველას ძინავს მაგალითად და ცოტა ისეთი დროა, ხო? ისეთი მონაკვეთი, სადაც რაღაცა ისეთები ხდება, რასაც ყველა ვერ ხედავს, ხო? ცოტა უცნაური აღწერა კი არის, ცოტა ისეთი მისტიური აღწერა, მაგრამ ნუ რეალურადაც ასეა, რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ რაღაცას აქ ხედავთ, რასაც აქამდე შესაძლოა ვერ ხედავდით, ხო? კარგი, მე მაინტერესებს თვითონ ეს მოვლენა როგორ ხდება. პირველი პოზიცია თვითონ რაღაცნაირად ჩართული ამ მოვლენაში და რაღაცის გაცნობიერება, დანახვა, ინტუიციური ცოდნა, ნუ რაღაც ასეთი, ხო? ვიღაც სხვა ადამიანის მეშვეობით ხდება ეს მოვლენა, რომელიც ეხმარება რომ გააქტიუროს ეს მოვლენა. თუ თვითონ რაღაც სიტუაცია, თუ ყველაფერი ერთად, თვითონ პირველი პოზიცია თქვენ და სხვა ადამიანი, სხვათა შორის აქ კი სხვა ადამიანის სახით თუ არა. არა, დიდაც მაინც აქ მე მაქვს შეგრძნება, რომ სხვა ადამიანი შესაძლოა იყოს ჩართული ამ პროცესში. სხვა ადამიანი შესაძლოა აქ იყოს, აი როგორ თქვა, მაპროვოცირებელი ამ მოვლენის. მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება იწყება თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ ის ადამიანი, ვინც ამ მოვლენას ვისგანაც იწყება ეს მოვლენა, ასე რომ ვთქვათ. კი, შესაძლოა ვიღაცამ რაღაცა გამოიწვიოს ის, რომ აი ეს მოვლენა რაღაცნაირად მოხდეს, მაგრამ თქვენში არის ეს მოვლენა, ასე რომ ვთქვათ, თქვენ ინტუიციურად განიცდით აი ამ მოვლენას. როგორ თქვა, აი ჩვეულებრივი სიტყვებით ეხლა ძალიან მიჭირს ამის აღწერა, რომ რაღაცნაირად ახსნა გასაგებად, თუ გაუგებარია, რასაც ვსაუბრობ, ხო? უფრო აი რაღაცის დრო რომ მოვა ჩვენში შინაგანად და ჩვენ ვგრძნობთ ამას, ხო? აი უფრო აი ეს არის აქ. შინაგანი მოვლენა არის, რაც კი შესაძლოა იყოს გამოწვეული გარემოთი ან ვინმე კონკრეტული ადამიანით გარემოდან, მაგრამ ჩვენში ხდება ეს მოვლენა. აი ამის თქმა მინდა აქ, რომ თვითონ პირველი პოზიცია არის ტრანსფორმაციის მომენტში, სადაც всё, აი ეს რაღაცა ზედმეტი ფიქრები, თან განსაკუთრებით ისეთი ფიქრები, რაც ნეგატიურია, პესიმისტურია, მელანქოლიურია, მოიცავს შფოთვას, ყველაფერს იმას, რაც ჩვენთვის არანაირ სარგებელს არ ატარებს. ყველაფერი სრულდება, რაღაცას ასრულებს აქ პირველი პოზიცია. მასში, მის გონებაში, რაც იწვევს აი ამ მოულოდნელ მოვლენას. ესე იგი, კიდევ ერთხელ, ახლა ამ დასტით ვიკითხავ, კიდევ ერთხელ გვაჩვენეთ თვითონ ეს მოულოდნელი მოვლენა, ხო, რაც მოგიტანთ თქვენ სიხარულს და წარმატებასაც, ხო? კიდევ ერთხელ თვითონ ეს მოვლენა გვაჩვენეთ. მაინც ვიღაცაც არის ამ მოვლენაში, იცით? აი Knight of Cups, ეს არის თვითონ პირველი პოზიცია, თუ სხვა? არა, სხვა არის. აქ სხვა არის და ამ სხვაზე წამოვიდა ახლა კვერთხების მეფე და მანამდე ნუ თასების რაინდი. თვითონ ეს მოვლენა, ესე იგი, აქ გვაქვს რაღაც ღამის მომენტია აქ, ხო? შესაძლოა აქ იყოს რაღაც ღამე. ვიღაცასთან შესაძლოა ისეც პირდაპირ ღამე იყოს, ხო? აი ღამე, всё, მორჩა გათავდა. ახსნა სხვა არ არის, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს რა? სიზმარში? ხო, სიზმარში და ნახეთ პენტაკლების მეფე, რაც აქ არის. ვიღაცასთან შესაძლოა სიზმარშიც კი მოვიდეს რაღაც პასუხი, რაღაც აი არ ვიცი, იდეა, მესიჯი, განათება გონების, არ ვიცი, მაგრამ აი ვიღაცასთან შესაძლოა სიზმარშიც კი მოვიდეს რაღაც პასუხი, მინიშნება, რაც იქნება, აი როგორ თქვა, გასაღები, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ხო, ესეც. ასევე შესაძლოა იყოს ვინმეც ჩართული ამ მოვლენაში. რასაც პრინციპში აქამდეც გავუსვი ხაზი, რომ შესაძლოა ვინმე სხვა ადამიანი თქვენს გარდა იყოს ამ მოვლენაში, ვინც არის
ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ხელს უწყობს აი ამ მოვლენას, რომ მოხდეს. მაგრამ თვითონ ეს მოვლენა არის რაღაცნაირად უცაბედი და სიმართლე რომ ვთქვა, აქ ამ მოვლენას მთლიანად კარტები არ გვეხსნიან, იმიტომ რომ აქ არ იმის შეგრძნება, რომ აი როგორი შეგრძნება მაქვს ვიცით? ვეკითხები, ხო? მეორედ დავდე ხა კიდევ ერთხელ. როგორი მოვლენა ეს, მაგრამ რო ვერ წოდები, აი რაღაც არის, რაც არ მიშვებს, რომ მთლიანად გავიგო თუ რა მოვლენა არის ეს. ამას მე არ ჩავეწიები, იმიტომ რომ რადგანაც ასეთი მომენტები ხდება, ისედაც ინდივიდუალურ ტარო სესიებზეც არის ხოლმე. რადგანაც არის ამის მომენტი, ესე იგი არ არის საჭირო იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე აქ გვაჩვენებენ ჩვენ კარტები, ხო? ამიტომ დავტოვოთ ის, რაც საჭიროა რომ იყოს დაფარული და შეძლების გვარად რისის შესაძლებლობაც გვაქვს, რასაც გვაჩვენებენ და გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გავიგოთ, შევიგრძნოთ და ვნახოთ, მხოლოდ ის ვნახოთ. აქ არის მოულოდნელობა და ამიტომ რომ შეინარჩუნოს ამ მოვლენა მოულოდნელობა, ამიტომაც მთლიანად არ გვაჩვენებენ, რა თქმა უნდა. მოვლენა აბსოლუტურად მოულოდნელი იქნება თქვენთვის, ვიღაცასთვის შესაძლოა ეს მოვლენა მოხდეს მენტალურ პროცესების მეშვეობით, ინტუიციურად, ან სიზმარში, ხო? ან იმ დროს, როდესაც თქვენი ცნობიერება არის მოდუნებული. მაგალითად, უფრო მეტად არის ჩართული არაცნობიერი ან ქვეცნობიერი. ხო, მომიწედა პაუზება. ბოდიშით, ხო, და აი ამ მომენტებში შესაძლოა მოვიდეს ეს მოვლენა თქვენთან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ვინმესგან წამოვიდეს ეს მოვლენა, ხო? მაგალითად, ვინმე მგითხრათ რაღაც, ან ვინმემ რამე შემოგთავაზოთ. ესეც არის. მაგრამ მე აქ უფრო მეტად თქვენში ვხედავ ამ მოვლენას, ვიდრე კონკრეტულად აი ვიღაცა არის მთავარი გმირი. აქ პირველი პოზიცია არის თვითონ მთავარი გმირი ამ მოვლენაში. თვითონ პირველი პოზიცია და აქ არის ესეთი მოვლენა, რომ თქვენ აი ასეთ რაღაც გაურკვეველ პირობებში რაღაც შანსს ხედავთ, რაღაც შესაძლებლობას იჭერთ, რაღაც იდეას, შესაძლებლობას, შემოთავაზებას. შესაძლოა თქვენში რაღაც უცებ აი აინთოს რაღაც, ნათურასავით რაღაც გონებაში აგოინთოს და აი აქ არის გამოსავალი და ზუსტად ეს იყოს ეს მოვლენა, ხო? უფრო მეტად ეს მოვლენა თვითონ თქვენ გიკავშირდებათ, მაგრამ ნახეთ ისევ თქვენ, მაგრამ არის აქ ვიღაც სხვა ადამიანებიც ამ მოვლენაში ჩართული, ვინც არის, როგორ თქვა, მომტანი ამ მოვლენის, ხო? ვიღაცამ შესაძლოა აქ ინფორმაცია გადმოგცეთ, რაღაც ინფორმაცია გადმოგცეთ, რაც ნათელს მოაფენს. ან რამე იმ საკითხს, რაზეც ვისაუბრეთ აქ, რომ ხო, იყო რაღაც გაურკვეველი, რაზეც ღელავდით, ან ისეთი რაღაც ინფორმაცია მოგაწოდონ, რომ აი ეს ინფორმაცია იყო ზუსტად ის, რაც გჭირდება, ხო? ნუ აი რაღაც ასეთი არის აქ. ან ვინმესგან წამოვა ეს ინფორმაცია, შემოთავაზება, რამე ინფორმაციის გაზიარება თქმა თქვენთვის, ან თვითონ თქვენში მოვა ეს რაღაც ცოდნა მაგალითად, ხო? ან იდეა. ძალიან ისეთი არასტანდარტული მოვლენაა, მინდა ვთქვა აქ. კარგი, რას მოგიტანთ ეს მოვლენა? თვითონ პირველ პოზიციას, ხო, რას მოუტანს ეს მოვლენა? აქ პოზიტიურ კონტექსტშია, რა თქმა უნდა, რადგანაც აბსოლუტურ სიხარულს, აბსოლუტურ საერთოდ თქვენი ძველი ცხოვრება, ან ის, რასაც აქამდე აკეთებდით და ის მომენტები, რაც არ მოგწონდათ, აი ამას მინდა ხაზი გავუსვა, რაც არ მოგწონდათ, არ გაკმაყოფილებდათ, არ გავსებდათ, იწვევდა თქვენში ზევდას, მოწყენილობას, ხო, გინდოდათ, რომ აი აქედან ამოსულიყავით, ეს გაგეშვათ, ხო? აი ასეთი მომენტები, ვისაც გქონდათ, ან ეტაპები, ან მოვლენები, ხო? ეს ყველაფერი სრულდება. და აი ეს მოვლენა აქ მოიტანს დიდ სიხარულს, ახალს დასაწყის, სილაღეს, თავისუფლებას, განთავისუფლებას და აი თითქოს სიცოცხლის უნარიანობის კიდე უფრო აი არ ვიცი, სიცოცხლის უნარიანი ვარ მთლიანად, თუ ასე რომ იტყვით, რომ აი აქამდე თურმე არ მიცხოვრე, აი რაღაც ასეთი განცდაც, რომ ახლა ჩემი გული არის გახსნილი სამყაროს მიმართ და მე ვარ მზად ეს სიხარული აი ავივსო ამ სასიხარულო მოვლენით და გავეხსნა ყველაფერს, რაც მოდის ჩემს მიმართულებით, იმიტომ რომ აი აბსოლუტურ არაჩვეულებრივ რაღაცებს მოგიტანთ ეს მოვლენა. აბსოლუტურ ავსებას, სიხარულს და ახალს განულებას. აქ შემიძლია ვთქვა ის, რომ აი
აქამდე რაც იყო პირველ პოზიციის ცხოვრებაში, ის სრულდება. ძიმე რაღაცებს გულისხმობ აბსოლუტურად და ნახეთ როგორი კარტია ხუთიანი თასები. აი ეს რაც იყო, რასაც მოჰქონდა თქვენთვის იმედგაცრუება, სევდა, მელანქოლია, ხო? რაღაც ან ადგილი იყო ისეთი, რაც თქვენ არ მოგწონდათ, ან გახსენებდათ რაღაც, ხო? იწვევდა მოგონებებს თქვენში, ან კონკრეტული ადგილი, მოვლენა, ან ადამიანი, ხო? ვისთვის რა კიდევ ერთხელ აქ ინდივიდუალური ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგადად, ხო? აი ეს სრულდება. აი თქვენ ასრულებთ თქვენს წარსულს, იმას, იმ წარსულს, სადაც თქვენ არ იყავთ ბედნიერი. იმ მდგომარეობებს, სადაც თქვენ არ იყავით ბედნიერი, აი ეს მოვლენა, ამ მოვლენას მიაქვს ეს ეპიზოდები და მომენტები თქვენი ცხოვრებიდან და სანაცვლოდ მოაქვს საერთოდ ახალი ამავსებელი სასიხარულო შემოთავაზებები და მე ვიტყოდი აქ რაღაც ისეთი თავი თქვენი წიგნის, თქვენ ცხოვრების წიგნის, სადაც სიხარული, სიყვარული და უფრო მეტი სიბედნიერია. არაჩვეულებრივია მართლა მინდა ვთქვა აქ. კიდევ რას მოუტანს პირველ პოზიციას აი ეს მოულოდნელი ნახთ, არაჩვეულებრივია. აბსოლუტურ რელაქსს. აი აქ თუ აქამდე იყავით რაღაც ფოთვაში, ღელავდით რამეზე, ვინმეზე, ფიქრობდით რაღაცა, აბსოლუტურად აი როგორი ენერგიები, აიცით? ტალღებივით, ეს პატარა ტალღებივით ნაკადში რო ხარ და ტივტივებ და ქსიამოვნებს თან ეს პროცესი, აი ასეთი, რომ მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მე მაქვს ეს შინაგანი ცოდნა, როდესაც საჭირო იქნება მე ამას ვიგრძნობ და მე გავაკეთებ ისე როგორც საჭიროა. გეგმის მიხედვით მე როგორც მიმაჩნია საჭიროდ და ასევე როგორც მკარნახობს ჩემი ინტუიცია მე, ხო? აი ეს, აი ასეთი რაღაცები მოაქვს აქ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოვლენა ცვლის თქვენს ცხოვრებას. კი, და თქვენს ცხოვრებას ცვლის დადებითი მიმართულებით, ხო? აი თქვენ ცხოვრებას მე ვიტყოდი, აი მუხტს ასლევს. იმ მუხტს, რაც შესაძლოა ახლა გაკლიათ, ან შემოგაკლდათ, ან ელოდებით ამ მუხტს დიდი ხანია და გარკვეული რაღაცეების, ვიღაცეების გამო ვერ და ვერ ხდება, ხო? კარგი, ახლა მთავარი ისეთი კითხვა, ხო? რა შეუძლია პირველ პოზიციას აქ გააკეთოს, რომ აი ეს მოვლენა გააქტიუროს, ან მოიზიდოს. გაჩვენებთ ახლა აი ეს თვითონ მოვლენასთან დაკავშირებით იყო, ხო? ცხრიანი ხმლები, აი ეს დუბლირება და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომაც განმეორდა, ხო? აქ ეს კარტი ცხრიანი ხმლები. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ პოზიციისთვის, რომ თქვენ ასე რომ ვთქვათ, შეწყვიტოთ საკუთარი თავის შეცოდება და აი ამ მდგომარეობებში ყოფნა. შეწყვიტოთ საკუთარი თავის გვემა, დადანაშაულება, მელანქოლიურობა და საერთოდ პესიმისტურ რაღაცეებზე ფიქრი და იმაზე ფიქრი, რომ აი მე რაღაც სირთულეებს თავს ვერ დავახწევ, ვერ გავუმკლავდები მოვლენებს, ვერ შევძლებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აქ პირიქით იყავით უფრო მოქნილები, ხო? რაღაც უფრო მოქნილად შეხედეთ მოვლენებს. თქვენ გამოძრებით ყველაფრიდან, თქვენ შეძლებთ, რომ დააღწიოთ თავი იმ სირთულეებს, რაც მაგალითად ახლა გაწუხებთ, ან რასაც აქვს ადგილი ახლა თქვენ ცხოვრებაში და აქ მნიშვნელოვანია უფრო მეტად მენტალური მდგომარეობა იმისთვის, რომ ეს სასიხარულო მოვლენა თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ ვთქვათ, მოიზიდოთ. რაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას, თქვენს ბედსაც შეცვლის, ხო? მიმართულებას, რა მიმართულებითაც ახლა მიდით თქვენი ცხოვრება რომ შეიცვალოს, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოვსმინოთ ჩვენს ინტუიციას და ვიყოთ აი როგორ თქვა, აი თევზივით, ხო? თევზი ხო არ ცურავს აი ასე მხოლოდ, ხო? ცოტა ისეთი მოქნილია და თუ საჭიროა რაღაცებს აულის გვერდს. და ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არა ფიზიკურ დონეზე, არამედ თვითონ ჩვენს გონებრივ პროცესებზე. ჩვენი გონება არ იყოს ხისტი, ჯიუტი და ასე და მხოლოდ ასე. არამედ უფრო მეტად დიპლომატიურები, მოქნილები, ინტუიციურები, ემპათიურები, მაგრამ სადაც საჭიროა მოვახდინოთ აბსტრაგირება. ხო? აი ეს. უფრო მეტი წინდახედულობა, გონება გამჭრიახობა და მოქნილობა. გონებრივი, რაც მთავარია. რომ არ ვიყოთ მიჩერებული მხოლოდ ერთ წერტილს. ამის თქმას ვცდილობ აქ, ხო? აი ეს აქ დაგეხმარებათ და ისეთი
სიმბოლო, გამოაქტიურებელი სიმბოლო პირველი პოზიციისთვის, რაც გააქტიურებს ამ მოულოდნელ მოვლენას. სიმბოლო ბედის ფორტუნა. ბედის ფორტუნა, ბორბალი, როგორც სიმბოლო, სხვათა შორის აქ კარმაც, როგორც სიმბოლო, თვითონ სამყაროც, როგორც სიმბოლო, შეგიძლიათ აქ სიმბოლოდ გამოიყენოთ სპირალი, წრე, ხო, სანსარას ბორბალსაც უძახიან კიდევ ამას, ბორბალი რაც არის, ხო, ნებისმიერი სახის სიმბოლო, რაც არის მაგალითად ისეთი ბორბალივით წრე. შესაძლოა ეს იყოს რაღაც მანდალა, სხვათა შორის, იმედიტიროთ მანდალაზე, ესეც დაგეხმარებათ, მაგალითად ამ მოვლენის გააქტიურებაში. არ ვიცი, ხო, ვინ რას დაინახავს ამ კარტში, შეგიძლიათ ასევე აქ დააკვირდეთ. და აი რასაც განსაკუთრებით რაც მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, იმაზე ფოკუსირდეთ და ზუსტად ის არის ის სიმბოლო, რაც აქ დაგეხმარებათ აი ამ მოულოდნელი მოვლენის გააქტიურებისთვის. ასე რომ აქ ამ კარტს დააკვირდით. ზოგადად ხო ბედის ფორტუნა, როგორც თქვი, შეგიძლიათ ასევე სხვათა შორის 1-2 დღე, მაქსიმუმ 2 დღე აიღოთ თვითონ ბედის ფორტუნის არკანი და იმედიტიროთ მასზე, რომ მოხდეს ცვლილება დადებითი თქვენს ცხოვრებაში, ან უბრალოდ აიღოთ ეს კარტი და დააყენოთ lock screen-ზე, ხო, ტელეფონის ეკრანზე მაგალითად, ან თვითონ სახლის ეკრანი რო აქვს ტელეფონს, ან როდესაც ტელეფონი დაპლოგილია lock screen-ზე. ესეც შეგიძლიათ, ან ორივეგან დააყენოთ. მაგრამ მხოლოდ რაღაც მაქსიმუმ 2 დღე, მეტი არა. იმიტომ რომ შემდეგ ისეთ რაღაცებს აქტიურებს თითოეული არკანი, რაც აღარ გვჭირდება. ხო? აი ასეთი ვითარება აქვს მეორე პოზიციისთვის. რჩევა, მეორე მეთქი. პირველ პოზიციაში მეორეზე გადავედი უკვე და იცოდეთ ასევე, რომ თქვენ მარტო არ ხართ აი ამ გზაზე, რომ თქვენთან არიან ის ზემო ძალები, რომლებიც გეხმარებიან ენერგიულად და სულიერად, ხო? ვისაც სურს უწოდეს ღმერთი ამას, ვისაც სურს უწოდოს ანგელოზები, ვისაც სურს უბრალოდ ზემო ძალები. ასე რომ აქ ვისთვის რა არის მისაღები, ისე მიიღეთ და ისე გაიგეთ, ხო? ზოგადად ამ კარტს აწერია I am supported on my path. მე მე მყავს ხარდანჭერები ამ გზაზე, მე არა ვარ მარტო ამ გზაზე, ხო? მე არა ვარ ეულად ამ გზაზე, რასაც მე გავდივარ. ეს არის აქ რჩევა და გახსოვდეთ ეს. ამაზე პირველ პოზიციას დავასრულებ, საკმაოდ გრძელი გამომივიდა პირველი პოზიცია. გამიგრძელდა, მაგრამ საინტერესო იყო, მადლობა. ვისთვისაც რეზონირებს, აუცილებლად დასვით ლაიქი, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ვისაც კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, თუ მოგწონთ ჩემი კაშლები, გამოიწერეთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე. მივესალმები მეორე პოზიციას. ვინც ახლა შემოგვერთდა და არ მოусმენია შესავალი ამ ვიდეოსთან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ 22 ნოემბერს საქართველოს დროით 10 საათზე გვექნება live ჩართვა. ტაროთი, ხო? გექნებათ შესაძლებლობა დაწეროთ კომენტარებში live ჩართვის დროს თქვენი კითხვები და მე ინტუიციურად ამოვარჩევ იმ ადამიანს, ვის პასუხზეც გავცემ კითხვას. ასე რომ გელოდები ჩემოგვერთეთ, საინტერესო იქნება და არ გამოგრჩეთ. მე კი დავიწყებ მეორე პოზიციის გაშლას, ვნახოთ თვითონ სიგნიფიკაცია დასაწყისში, ხო? სიგნიფიკაციის სახით ვიკითხოთ თუ რა ხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლა, ხო? რა ისეთი გადმომივარდა. პენტაკლების მეფე გადმომივარდა. რა ხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლა? მის ცხოვრებაში, ხო, რა მწვავე თემები ხდება აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლა. აქ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დგას ისეთი საკითხი, სადაც ბევრი რაღაც ხდება თქვენში შინაგანად, ბევრი შინაგანი სხვადასხვა სახის შინაგანი პროცესი არის, რაც აშინებს აქ მეორე პოზიციას, რაც დისკომფორტსაც იწვევს, ვიღაცებისთვის შესაძლოა გაურკვეველიც იყოს, ხო? აი, რა ხდება ჩემში, ან რატო ხდება, ან მე შინია საერთოდ ამ ყველაფერში ჩასვლა და მოდი დავხურავ ამ თემებს. ასევე ეს ანარეკლს პოულობს გარემოშიც.
გარემო სამყაროში შესაძლოა იყოს ისეთი სიტუაციები, სადაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ თითქოს ხელფეხი შეკრული გვაქვს. არ ვიცით რა მიმართულებით წავიდეთ. აქ შესაძლოა იყოს შინაგანი მკვეთრი ბრაზიც, ხო? ან საკუთარი თავის მიმართ, ან გარემოს მიმართ, ან ბევრ სხვადასხვა ადამიანის მიმართ. ისეთი საკითხები, რაც მინდა რაღაცები გავაკეთო, მაგრამ თითქოს ყველაფერი ხელს მიშლის შინაგანად, გარეგანადაც და არ ვიცი რა გავაკეთო. რაღაცა ასეთი შეგრძნებები მაქვს აქ, ასეთი ენერგიებია, უფრო მეტად აქ მწვავე ამ ეტაპზე მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ასე რომ ხო, თუ გრძნობთ, რომ ამ ყველაფერს აქვს თქვენთან ადგილი და გრძნობთ რეზონაციას, ამ ყველაფერთან რაზეც ვისაუბრე, ვუსმენთ, ხო? თუ არა, ვირჩევთ ან სხვა პოზიციას, ან სხვა გაშლას. ეგეც ხდება, რადგან გაშლა ზოგადია. კარგი, გადავიდეთ თვითონ მთავარ საკითხზე, რისთვისაც შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ. ის მთავარი მოულოდნელი მოვლენა, რომელიც როგორ თქვა, შეატრიალებს ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში და მოგიტანთ სიხარულს და წარმატებას. თვითონ ეს მოვლენა ამ მაქსიმუმ 7-6 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ ამ დროის განმავლობაში რაც მოხდება. აქ 6-იანი კვერთხები ვიღაც თუ რაღაც სიტუაცია, აქ შესაძლოა იყოს რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ გეძლევათ შანსი. ესე იგი, ისეთი მოვლენა, სადაც თვითონ მეორე პოზიციას იძლევა შანსი, და ბედის ფორტუნა. აქ მაგრად გაუმართლებს მეორე პოზიციას, ასე, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, აქ იქნება რაღაც ისეთი უცაბედი მოვლენა, მაგრამ ისეთი უცაბედი არ არის ეს, იმიტომ რომ თქვენ ამისთვის იბრძოდით, რაღაცები აკეთეთ ამისთვის და დაჯილდოვდით ახლა ამ მოვლენით, ამ შემოთავაზებით, რაც ასე რომ ვთქვათ, გაძლევთ ახალ პერსპექტივებს, რაც გაძლევთ ახალ გასაქანს. რაზეც ახლა ღელავთ თქვენ და შესაძლოა ვიღაცისთვის პირდაპირ კავშირში იყოს, ხო, ეს საკითხი. რის განვითარებაზეც და გაგრძელებაზეც აქ შესაძლოა ღელავდეთ, ხო? ზუსტად იმის შესაძლებლობა გექნებათ აქ, რომ ეს საკითხი რაღაც საბოლოოდ სხვანაირად წარიმართოს, ისე როგორც თქვენ გინდათ, ხო? და აქ არის ესეთი მოვლენა, სადაც თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, რომ მაგალითად გამოიჩინოთ საკუთარი თავი, იყოთ ლიდერები, თამამად განახორციელოთ რაღაც თქვენი პროექტი, იდეა, გადადგათ ნაბიჯი. შანსი ერთი სიტყვით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გახსნათ საკუთარი თავი. უფრო მეტად თამამები იყოთ, თავდაჯერებულებები, დამოუკიდებლები, ხო? და რაღაც ისეთი განახორციელოთ, რაზეც ან ოცნებობდით, ან გქონდათ ამის სურვილი, მაგრამ ან გამბედაობა არ ყოფნით და ან შესაძლებლობა მომენტი არის, ხო, შესაძლოა. აქ ძალიან ისე კონკრეტულად გვაჩვენეს ეს მოვლენა, ხო? ეს მოვლენა წამოვა გარედან, მაგალითად ეს შემოთავაზება თუ თვითონ მეორე პოზიცია, გარედან. არა, გარედან. აქ არის ვიღაც ადამიანი და გარედანზე დაჯდა პენტაკლების დედოფალი. ვიღაც პიროვნებიდან. დაკიდებული ადამიანი. ხო. კი, ვიღაც პიროვნებიდან. თუ ვიღაც პიროვნებასთან საუბრის დროს. ვიღაც პიროვნებასთან საუბრის დროს შესაძლოა მოგივიდეთ რაღაც იდეა ან აზრი, ესეც შესაძლოა აქ იყოს. მაგრამ აქ მარტო თქვენ არა ხართ, აქ არის ვიღაც ადამიანი, ვისთანაც რაღაც კომუნიკაცია ხდება და ან ის ადამიანი გთავაზობთ რაღაცას, ან იმ ადამიანთან კომუნიკაციის დროს მოგდით რაღაც იდეა, ზუსტად რაც შემდეგ ეხება ამ მოვლენას, ხო? უბრალოდ ეს მოვლენა ხდება, ზუსტად ვიღაც ადამიანთან კომუნიკაციის დროს. და ინტუიციურად გდით ეს თუ არა, ვიღაცასთან შესაძლოა ინტუიციურადაც მოვიდეს, მაგრამ უმრავლესობისთვის თვითონ ეს მოვლენა ხდება აქ. თვითონ ეს მოვლენა ხდება აქ. კარგი ვნახოთ ახლა ეს. რას მოგიტანთ ეს მოვლენა, ხო? რას მოგიტანთ ეს მოვლენა აქ? კარგი, ესეც წამოვიდა. თქვენ რას მოგიტანთ? ახალ შანსებს, ახალ შესაძლებლობას, რელაქსს, იცით? რაღაც ისეთ ცხოვრებას, რაზეც ოცნებობთ. შესაძლოა
ცხოვრება ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთ ვითარებებს, რისი სურვილიც გქონდათ, რაზეც ოცნებობდით. ასევე მოიტანს იმას, რომ რაღაც თქვენი პრობლემები საბოლოოდ გადაიჭრება, თქვენ გადაჭრით ამას. რაღაცების მოგვარებას, რის მოგვარებაზეც უკვე აღარც კი ფიქრობდით შესაძლოა, ან გეშინოდათ, რომ ვერ მოგვარდებოდა, ან ვერ ხედავდით გამოსავალს, ხო? აი, ეს არის აქ მთავარი. კიდევ რას მოიტანს აქ ეს მოვლენა? ნუ ბევრი რაღაცა არის აქ. ძალიან ბევრი რაღაცა არის აქ. ბევრი აქ რაღაც აი ასეთი გამოსვლას, დინამიკას, აი რაც იყო უშედეგო და არა სასარგებლო თქვენთვის, აი ამ ყველაფრის დანგრევას. რასაც არ მოჰქონდა თქვენთვის, როგორ თქვა, არაფრის მომცემი იყო, ხო? ან ურთიერთობა, ან სიტუაცია, არ ვიცი, სამსახურში მუშაობდით, ხელფასი არ მოგწონდათ, ხო? ან დაბალი იყო ძალიან და ბევრ რესურსს დებდით, ხო? აი, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა ყოფილიყო აქ, ვისთვის რა თქმა უნდა, აი ამის დანგრევა, იმიტომ რომ აქ გაქვთ პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ უფრო მაგარი რაღაცები გააკეთოთ, ხო? აი ამას მოიტანს ეს. კარგი. რა უნდა იცოდეს აი ამ მოულოდნელ გარდამტეხ მოვლენასთან დაკავშირებით მეორე პოზიცია? რა უნდა? რო არ შეკეშინდეთ. არ იღელვოთ, არ იფიქროთ, რომ ეს არის რაღაც ნეგატიური მოვლენა და დამანგრეველი, პირიქით, ეს არის ძალიან სასიხარულო მოვლენა, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც იქნა იპოვოთ საკუთარ თავში შინაგანი ზომიერება და ასევე რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთადაც, ვისთვისაც ეს აქტუალურია, იყოთ ერთად ზომიერებაში, სიყვარულში და სიმშვიდეში, ხო? ეს მოვლენა დაგეხმარებათ, რომ გადაჭრათ თქვენთვის ახლანდელ დროში არსებული საკითხები, რაც აი დგას ეს საკითხი, რომ აი რას ვაკეთებ ამ თემასთან დაკავშირებით. და არ ვიცი რა გავაკეთო, იმიტომ რომ არ შემიძლია არაფერი რო გავაკეთო. ყოველ შემთხვევაში ან ასე მგონია, ან მართლაც შესაძლოა ასე იყოს, ხო? და აი ეს მოვლენა იძლევა ბევრ შესაძლებლობას, მათ შორის აი ამ ასეთ საკითხების მოგვარების. კარგი. თვითონ პირველ პოზიციას შეუძლია აი ამ მოვლენის რაღაცნაირად მოზიდვა გააქტიურება. ნუ რო ვთქვა, რომ ახლა აი ძალიან შეგიძლიათ და 100%-ით კი არა, მაგრამ არის რაღაც პროცენტულობა, რაც შეგიძლიათ აქ. მთავარი მაშინ ნუ რა გააკეთოს აქ მეორე პოზიციამ, რა შეუძლია აქ მეორე პოზიციას, რომ გააკეთოს, რომ აი ეს მოვლენა მოიზიდოს, გააქტიუროს მაქსიმალურად. ეს საკუთარ თავთან? ხო, საკუთარ თავს მოусმინოთ. საკუთარ შეგრძნებებს მოусმინოთ, საკუთარ ხმას და ინტუიციას მოусმინოთ. აი ეს შეგიძლიათ აქ გააკეთოთ. არ არიდოთ თავის საკუთარ თავს და აირჩიოთ ისე რომ მოусმინოთ თქვენს გულს. თუ იქნება აქ რამე ისეთი მომენტი, სადაც გიწევთ არჩევნის გაკეთება, აუცილებლად მოусმინეთ თქვენს გულს, თქვენს შეგრძნებებს, იმიტომ რომ ზუსტად იქ ინახება პასუხი, ზუსტად იქ ინახება ის, რასაც ეძებთ. რასაც ვეძებთ გარედან, რასაც ვეძებთ სხვების წინადადებებში, რასაც ვეძებთ აი მოგვიწონონ, გვითხრან რომ კი სწორია, ხო? ამ დროს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რა არის თქვენთვის სწორი და რა არის თქვენთვის არასწორი. და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვусმინოთ ჩვენს გულს და ჩვენს შინაგან შეგრძნებებს. აი ეს შეგიძლიათ გააკეთოთ აქ, რომ გააქტიუროთ ეს მოვლენა. მოусმინოთ თქვენს გულს, თქვენს შეგრძნებებს და გულწრფელად გჯეროდეთ, რომ თქვენ იმსახურებთ და მართლაც ყველა იმსახურებს, რომ ბედნიერი ცხოვრება იცხოვროთ. იქნება აქ რამე სიმბოლი მეორე პოზიციისთვის, რაც დაეხმარება მზეს როგორც სიმბოლო, ხო? მზე როგორც სიმბოლო ნათების, შუქის, სინათლის, პოზიტივის, ქმედების, დინამიკის, აყვავების. ნუ არ ვიცი, რა სინონიმებიც გინდათ კიდევ გააგრძელეთ, მაგრამ მზე შეგიძლიათ აქ აიღოთ როგორც სიმბოლო. იმედიტიროთ მაგალითად მზეზე, ხო? მზის შუქების ქვეშ ბუნებაში, ან მზის სიმბოლო იპოვოთ ტელეფონზე, ეკრანზე დააყენოთ, ან თუ ვინმეს მაგალითად აქვს ციტრინი, მზის ქვა, ესეც შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ, ხო? ასევე აქ ყვავილიც გვაქვს.
ყველასაც ყურადღება მივაქციოთ, ხო, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს აქ კონკრეტულად სიმბოლო. ბავშვი, ასევე შინაგანი ბავშვი, მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს შინაგან ბავშვს, რომ გამოვავლინოთ ის, რომ ვიყოთ რაღაც მომენტებში ბავშვები. გულწრფელები, ღია, ხალისით სავსე, ხო? მივცეთ ჩვენს თავს ამის შესაძლებლობა, რომ ასეთებიც ვიყოთ. მესმის ბუნებრივია, დღესდღეობით ეს ძალიან რთულია, რომ აი ბავშვით იყო, იმიტომ რომ აღარ არის სამყარო ისეთი არ არის ხო სამწუხაროდ ისეთი სიტუაცია სადმე რომ მოდუნდე და რაღაც ბავშვით ლაღი გულწრფელი იყო, მაგრამ თუ ყველა ამას ვეცდებით, მაშინ ჩვენ სამყაროს შევცვლით. ყველაფერი, ყველა ცვლილება ჩვენგან იწყებს, რომ ჩვენ თუ გავაკეთებთ ამ ნაბიჯს, სხვაც გააკეთებს ამას. ჩვენ თუ ვაკეთებთ, სხვაც გააკეთებს, რა თქმა უნდა და ასე ყველა ცოტ-ცოტა რო გავაკეთოთ, ეს სამყარო არ იქნება ასეთი როგორიც ახლა არის, ხო? ჩვენ ვართ აქ როგორ თქვა ისინი ისეთი არსებები, ვისაც შეუძლია შეცვლა იმ ყველაფრის, რაც დავატრიალეთ დედამიწის ზურგზე. ხო? დადებითი კუთხით შეგვიძლია შეცვლა ამას გულისხმობ. ხო, მეორე პოზიციისთან აქ თან ისე ჩემთვის აქ ძალიან გასაგები იყო ამ ყველაფერი. პირველ პოზიციასთან ცოტა ისეთი ბუნდოვანი მოვლენა იყო და რთულად გასაგები. და არც აჩვენებდნენ კიდევ ძალიან ისე ღიად, ხო? კარგი, მოდით მაშინ ვიკითხოთ აქ რჩევა. მეორე პოზიციისთვის რჩევა. I'm fulfilled by love. მე ვარ სავსე სიყვარულით. ეს არის რჩევა, ხო? აქ არაფერს არ დავამატებ, ერთადერთი ვიტყვი, რომ სიყვარული იწყება საკუთარი თავიდან. ჯანსაღი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ცუდი, როდესაც გიყვარს საკუთარი თავი, საკუთარი თავის სიყვარული აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჯანსაღობის ფარგლებში და არა ნარცისულ ფარგლებში, მაგრამ ჯანსაღი ეგოიზმი აუცილებლად გვინდა და საკუთარი თავის სიყვარულიც გვინდა. რომ ჩვენ ავივსოთ საკუთარი თავი, რომ სხვას არ მოვთხოვოთ ჩვენი თავის ავსება, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედან იწყება ყველაფერი. პრინციპში, მეტი აქ არაფრის სულელი არ მაქვს, რომ დავამატო, იმიტომ რომ ყველაფერი სავსებით გასაგები იყო აქ მეორე პოზიციასთან, ამიტომ რომ გისურვებთ, ამიტომ უბრალოდ გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ, რომ აი ეს გაშლა მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს თქვენ ცხოვრებაში და მაქსიმალურად დადებითად იმოქმედოს თქვენზე ამ გაშლამ და თქვენს ცხოვრებაზე, ვისთვისაც რეზონირებს ეს გაშლა, ან რეზონირდება, მოიწონეთ ეს გაშლა, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და არ დაგავიწყდეთ ამ 10 ნოემბერს, 10 ნოემბერს მეთქი, 10 საათზე უნდა მეთქვა და 10 ნოემბერი. არა, ამ 22 ნოემბერს 10 საათზე გვექნება ტარო ლაივ ჩართვა, სადაც გექნება შესაძლებლობა დამისვათ კითხვა. შეკითხვა, ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გამოიყენეთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას და შევხვდებით ლაივზე.